გამარჯობა მეგობრებო, სასიამოვნო ინფორმაციით გიბრუნდებით. გუშინ ავტვირთე ერთი მარტო ხელა ქალბატონის ვიდეო, რომელსაც ესაჭიროებოდა ძვირადღირებული პრეპარატები. და დამიკავშირდა ერთი ოქრო ადამიანი, ყველასთვის საყვარელი პიროვნება, ბუდუზი ზივაძე, მისმა დიდი მომწერა და გამომიგზავნა თანხა, რომ ეს წამლებით შევიძინოთ და არა მარტო წამლები, სამკურნალოდ და კვლევების შესატარებლად, რომ იყოს თანხა. მივათ ახლა წამლები უკვე შევიძინეთ, საკმაოდ დიდი თოვლი არის. ჩემი მანქანით მოვახერხე გამოსვლა, მივუახლოვდით უკვე კორპუსსაც, მივუტანთ წამლებსაც, გადავცემთ თანხასაც. ნახავდი გუშინ ავტვირთე თქვენი ვიდეო. ხო გინახავთ? არა, ნახე, ვა, ბევრჯერ ნახე და ერთი სიტყვით შეიდა ავტვირთე გუშინ თქვენი ვიდეო და დამიკავშირდა ერთი ოქრო პიროვნება, სახელი და გვარი შეიძლება კი გეცნობოდეს, არ ვიცი, ბუდუზი ზივაძე. იბზივაძე, ბუდუ, ფეგურთელი. ხო. თანხა გამოაგზავნა, წამლები ვიყიდეთ, ახლა შემი წამლები ყველა, რომელიც გჭირდებოდათ. აქ არის ესა პროლია, ოღონდ ეს ხვალ ზექო უნდა გაიგეთოთ და მაცივარში შედევით, ოღონდ საყინულეში არა, ისეთ არავში შედევით. და აქ არის, რა ქვია დავწეროს, ბონვივა, ტაბლეტი არის, აქ ამაში ხარი ტაბლეტი და ეს პრეპარატები არის. რა თანხაც გამომიგზავნეს, არა მარტო წამლებისთვის გადმოაგზავნეს ერთიანი თანხა და მითხრეს, რომ წამლებს საცილედიო დანარჩენი თანხით, აი კვლევები რომელიც გაქვს ჩასატარებელი, ეხოსკოპია, რაღაცები რაც არის გადასაღებები და ისინი ყველაფერი. აქ არის თანხა, დაიცა კონვერტში არ ქონდა ეს თანხა გამართული, კონვერტი ვიშოვი, ნაი, თორია საერთოდ ვერ მოზაურთ. დანარჩენი თანხა რაც არის მანდ არის კალბატონო, საკმაოდ სოლიდური რაოდენობის თანხა არის, ეს წამლებიც ვიყიდეთ და მაგ თანხა ყველაფერს მთელ სამკურნალო პროცესს რაც არის ახლა კვლევების ჩატარება და ის ყველაფერს ეყოფა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ამ ეტაპზე. მეშის გაკეთებას მოახერხებენ, ხო? კი, იცის ვინაც უნდა გამიგე. ხო, მოვა და გააკეთებ საკითხავ პრობლემა. რა ვიცი, ამ ეტაპზე ასე არის. ვაიმე, მადლობით მეტი რა მეთქვის. ერთი სიტყვით ხალბატონო, დაგემშვიდობებით ახლა ჩვენ ძალიან ბევრ გამართკითა მისასვლელი სხვადასხვა ოჯახებში მისვლა და უნდა დაგემშვიდობოთ. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა. თავარია პრეპარატები არის, სამკურნალო თანხაც და კვლევების თანხაც იქნება და რა ვიცი. უფალიფარაბეთ და მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა. თქვენც კარგად იყავით და ღმერთმა ძალა ღონე და ყველაფერი კარგი და რა ვიცი, ახლა ასაკის ქალი ვარ და რაღაც მინდა სიცოცხლე თქვა, მაგრამ იმდენი მინდა რომ აღდომადგეს ჩემი შვილი საფლავზე მივიდე თქვა, ამიტომ ვიბრძოლე და ექიმად დამიდგა გვერდში და მომიყვანა აქამდე მართლაც რომ მომიყვანა და რა ვიცი, კიდევ იმდენად მიმაშობა რომ ცდილობს რომ არ ჩავარდე და ეტლში არ მოვხდე. ხო და მე მადლობელი ვარ, ვინაც ეს თანხა მოაგზავნა, პირადად მისით და მისი დედისით და თქვენიც მადლობელი ვარ, როცა არა ვერავინ საერთოდ არ უნდა მაგ ხალხს თავისი ვინაობის გამხედა, ჯერ დავიდგან ხოლმე გვერდით, მაგრამ ამ სიტუაციაში მინდოდა ასე კონკრეტულად მე თვითონ მქონდა სურვილი რომ დამესახელებია მათი სახელი, იმიტომ რომ დავიდგას მაგ ხალხი გვერდით და ეს ყველაფერი მინდოდა ღმერთმა გაუმარჯოს და ღმერთმა სულ დალოცვილი ამყოფოსწყენ. მე გამწარებული დედა ვარ და რა ვიცი, ჩემი ლოცვა ყველას მიუვა, ორჯერ მაქვს ის ქვეყანა მოვლილი. ორჯერ მოვიარე იქეთ ქვეყანა და ყველას ლოცავ და ყველა ღმერთმა კარგად ამყოფოს და თქვენც კარგად გამყოფოთ ღმერთმა და სულ სიკეთე და სულ მშვიდობა და კარგად ყოფო და ჯანმრთელობა თქვენი დედმამით და თქვენი ოჯახით. აი ხალბატონო, დაგემშვიდობებით მოდით. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა. ანებულოთ ერთი აღდგომაზე და ბევრ აღდგომას მოესწრებით, ვიდრე რომ თქვენი შვილის საფლავზე კერძი გადააბრუნდა სახელი არ. ჩემი შვილისთვის მინდა რომ ვიცოცხლო და მის საფლავს მივხედო. გაგიმარჯოს ღმერთმა. დაგემშვიდობები, კარგად იყავით აბა. დიდი მადლობა. ამ ეტაპზე ასე შემოგვაგლებით ძალიან ბევრ გამართ მისასვლელი და ასე მცირე დროში რაც მოვახერხეთ, ეს იყო რაც თავარი იყო მოვილიეთ ერთის. კარგად იყავით, მშვიდობა მოგცეთ. დავით, დაანტეს რა ვიცი ასე.